დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩემპიესაზე შორაპნელი ქალბატონი. როგორც მოგეხსენება წინა გადაცემებში საპოვნელაზე ვისაუბრე და იადონას თეატრზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და ეხლა მე უკვე ელბაქიძის აღმართს ამოუყევი და რუსთაველის თეატრს ესე მიუკაკუნე. მივიტანე შორაპნელი ქალბატონი. ძალიან საინტერესოა როგორ დაიბადა თვითონ ამ ეს პიესა. ქალბატონმა მედეა კუჭოხიძემ თქვა ერთხელ რომ რეზო მომიტანე შენი მოთხრობები მინდა რომ წავეკითხო და მიუტანე რამოდენიმე მოთხრობა და წაიკითხა მოხუცები მაქვს ესეთი მოთხრობა ეს მე სიმონეთში ვიზრდებოდი და რაღაც აი ამ სოფელმა სიმონეთმა ძალიან ბევრი მომცა და განსაკუთრებით ვიზრდებოდი უფრო ღვინეფაძეების უბანში ეს არის დავით კლდიაშვილის დის კეკელას ოჯახი ვანო ღვინეფაძის ოჯახში და აი რაღაცნაირად აი წარმოვიდგინე რაღაცა განვალაგე ეს ჩემი გვირები ეს ჩემი მოხუცები ამ მიტოვებულ თას ფერდობს შეფენილი ეს სახლები და მიტოვებული მოხუცები რაღაც ეს დავწერე ეს მოთხრობა და ძალიან მოეწონა მედეა კუჭოხიძეს ახლა უაღრესად განათლებული ქალი ჯერ მოთხრობა რომ მოეწონა ძალიან ბედნიერი ვიყავი და მითხრა რეზო მოდი დაწერე აი ამ მოხუცებზე პიესა მართლაც მივიღე ეს დავალება იმ ზაფხულს წავედი ზღვაზე და სასწაულად წავიღე საბეჭდი მანქანა ვიმუშავე და ჩამოვიტანე შორაპნელი ქალბატონები და სექტემბერში მიუტანე ქალბატონ მედეა კუჭოხიძეს და ასე რჩევები მომცა დავალებას ვასრულებდი ესე ძალიან მეორე დღესვე მიმქონდა რასაც მეტყოდა რომ ეს შემესწორებია ესე გამეკეთებია და მივედი რუსთაველის თეატრში. რუსთაველის თეატრში რობერტ სტურვას ვიახელი ასე ვთქვა და უთხრა რომ ესე მინდა რომ ეს დამიტოვე პიესაო. რაღაც ინტერვიუებში ხშირად მითქვი ამის შესახებ, ეხლა რაკი შორაპნელებს ეძღვნება, უნდა გავიხსენო ეს მომენტიც. რობიკო მითხრა დამიტოვეო და მითხარი ვერ დაგიტოვებ. მითხარი იმდენი საქმე გაქვს სადღაც ამას დადებ და მე არ გაგახსენდება და ძალიან გთხოვ მე წაგიკითხავ. კარგიო მითხრა შევთანხმდით მოკლედ მე უნდა წავუკითხო. ძალიან ახლობელი ოჯახია რობიკოს დუდანა ჩემთვის და დუდანას დაურეკე რომ მე დუდანა მითხარი როდის აქვს რობიკოს თავისუფალი დრო რომ მოვიდე და პიესა წავუკითხო და დამირეკა დუდანამ ეხლა ისვენებსო და იღვიძებსო და აი ეხლა მოდი თუ გაჩდები სადღაც 10-15 წუთში შევისწრებთ მოკლედ რობიკოს და მართლაც ესე რობიკომ რაღაც ისე და დავადექ თავზე და წაუკითხე პიესა. წაუკითხე და მოეწონა და რამდენიმე 3-4 დღეში დაიწერა ბრძანება და რუსთაველის თეატრში დაიწყო რეპეტიციები. ქალბატონ მედეა კუჭოხიძე მიიწვია რობიკომ. მე ძალიან მომეწონა აი რობიკოს პატივისცემა ქალბატონ მედეას მიმართ. მისი კოლეგის მიმართ რაღაც ესე ძალიან დიდი პატივისცემით მიიღეს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი გახდა ქალბატონ მედეა კუჭოხიძე და რაღაც იცი ყველაფერი თითქოს ნაბრძანები ჰქონდა რობიკოს და ყოველნაირად ხელშეწყობა ჰქონოდა ქალბატონ მედეას რუსთაველის თეატრში. მაგრამ რა მსახიობებმა დააკავეს ჩემ პიესაში მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე, ლეილა ძიგრაშვილი, მანანა გამცემლიძე, გოგი გეგეჭკორი. ჩემი თანამედროვე, ჩემი ტოლები ასე ვთქვათ, ნანული სარაჯიშვილი, დათო კვირცხალია, შესანიშნავად ითამაშა ნანა ლორთქიფანიძემ ჩემი პიესაში ნაირა. ერთი სიტყვით იქ ნინო არსენიშვილი ახალგაზრდების შედარებით და სხვები რისი თქმა მინდა რომ ვიყავი
არა ნორმალურად ბედნიერად ცოტა გიჟი ვარ, რომ ყველა რეპეტიციებს ვესწრებოდი და აი ლამის ბოლო განათებამდედაც კი იქ ვიყავი, იმიტომ რომ მე არ შემეძლო, რომ აი ესეთი ამბავი ხდება ჩემ თავს და მე რაღაც სახში ყოფილიყავი, როდესაც დრო მქონდა სულ ყოველთვის გავბოდი, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც რუსთაველის თეატრის წინ აფიშა გამოიყრა შორაპნელი ქალბატონები. ჭკუაზე არ ვიყავ. ჩავსვი მანქანაში ჩემი ცოლშვილი, მივედით, ვაჩვენე ესა და მუსიკას აუწია და ასე ხან ვაკის პარკთან და თავისუფლების მოედანს შორის ესე დავბოდი მანქანით ძალიან აწეული მუსიკით და ბედნიერი ვიყავი. როგორ შეიძლება ეს გულწრფელად არ ვთქვა, რომ მე დავიბადე ქუთაისში და იქ ვიზრდებოდი. ჩემ დროს არ იყო ტელევიზორი ჩემ ბავშვობაში და ბაბუა რადიოს უსმენდა ხოლმე და მარჯანიშვილის თეატრის მარინე და ხშირად იცით ეს სიცილი, ეს მაყურებლის სიცილი, რომ ისმოდა ამ რადიოში და ამ მსახიობების რაღაც იუმორი და გენიალური თამაში მედია ჯაფარიძე იქ და თელი ეს თანავარსკვლავი თამაშობდა ამ სპექტაკლს. მე თუ მოვესწრებოდი იმ დღეს, რომ დადგებოდა დრო, რომ მე ჩემი პიესები დაიდგმებოდა, მე გიჟდები, როცა სპექტაკლი მიდის ჩემი და მაყურებლის რეაქცია როა, ტაში როა, სიცილი როა, ჩემ ბავშვობაში ბაბუა ჩემის რადიოსთან ვარ თითქოს და ქავრობა მახსენდება ჩემი ბავშვობა. ერთი სიტყვით ეხლა მე არ მინდა რომ ვიტრაბახო, მაგრამ ფაქტია, ერთ-ერთ სპექტაკლზე ქალბატონმა დუდანა კვესელავამ რობიკოს მეუღლემ გენერალ კვინიკაძის ქალიშვილი მოიყვანა სპექტაკლზე და რომ დამთავრდა სპექტაკლი, უთქვია რომ მინდა გავიცნო დრამატურგია და გამაცნეს და ამ ქალბატონმა ნანო კვინიკაძე, გენერალ კვინიკაძის ქალიშვილმა ესე მითხრა, რომ ამ პიესასო ჩეხოვის სურნელი აზდისო. გავგიჟდი. ჩეხოვის სურნელი აზდისო და აგერ ხა ჩვენმა თანამედროვე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ აი ესეთი რამ თქვა, რეზო კლდიაშვილის პიესა შორაპნელი ქალბატონები ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ეს პიესა იგივე ჩეხოვის სამი და ოღონდ სრულიად სხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ის ტკივილი და სევდა ცხოვრებისა, რომელიც ამ პიესის ქალბატონებს აწუხებს, ზოგად საკაცობრიო საკითხებს მოიცავს და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, ეს ქალბატონები სულიერად ძლიერნი, პრინციპულნი არიან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პიესის მნიშვნელობას და ყველაზე უფრო კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ჩემი ეს მოთხრობების წიგნი გამოვიდა, მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ამ წიგნის გარჩევა და იქ ბრძანდებოდა პროფესორი ფილოლოგი ზურაბ ჭუმბურიძე. ნახეთ, აი მოხუცებზე, ამ მოთხრობაზე რას წერს, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო შორაპნელ ქალბატონებს. როცა მოთხრობა მოხუცებს კითხულობდი, სადაც ხანდაზმული მარტო დარჩენილი ქალები გოგონას შეხარიან და დაფოფინებენ, სულ მქონდა იმის შიში, რაიმე არ მოხდეს, ის კაცი ამ გოგონამ ასე დანდობილად რომ მოიყვანა, არ უღალატოს და ეს მოხუცები არ შემიწუხოს მეთქი. მადლობელი ვარ, რომ ჩემი შიში არ გამართლა. ჰუმანიზმი არის მალამო, რომელსაც ყოველთვის ეძებ. ბატონ ზურაბ ჭუმბურიძე პროფესორი. აი, აქ კიდე ბევრი შეფასებები ხა არ მოგაწყენთ ამითი თავს, მაგრამ ვარ ბედნიერი იმითი, რომ აი ესეთი დიდი მსახიობები თამაშობდნენ ჩემ პიესებში და შორაპნელი ქალბატონებმა მე ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა, დიდი სიხარული და ენერგია, რომ გამეგრძელებინა შემდეგ, ასე ვთქვათ, პიესების წერა. როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ შემოქმედს, თქვათ ამ შემთხვევაში რეზო კლდიაშვილს და ქართულ თეატრში მის გამოჩენას აი ამ რამდენიმე წლის ბოლო წლების მანძილზე, აქ მართლაც
სასიხარულო ბევრია, იმიტომ რომ მოვიდა ქართულ დრამატურგიაში ადამიანი, რომელიც თავისი სამი ნაწარმოებით დღეს ცოცხლობს ქართულ სცენაზე, როგორც დედაქალაქის აკადემიურ თეატრებში, ისე სხვა თეატრებში, მთელ საქართველოში. ამიტომ უნებურად უნდა დაფიქრდეს კაცი რა შეესაბამება, აი რატომ დაჭირდა რეზო გუდიაშვილის შემოქმედება ქართულ თეატრს და რატომ მონაწილეობენ მის პიესებში გამოჩენილი მსახიობები და მართლაც მათ შემოქმედებით ცხოვრებაში იწერება ახალი სცენური სახეები, რომელიც ამ მწერალმა შექმნა. მემხედველობაში მაქვს საპოვნელად სცენაზეა დღეს, იადონას თეატრის სცენაზეა და შოროპნელი ქალბატონიც. საერთოდ ადამიანი თუ კი თავს იდებს რაღაცის შეფასებას, ეს ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ თვითონ რაც უნდა რომ აღმოაჩინოს მხატვრულ ნაწარმოებში, იმას ეძებს ხელოვნებას და ადამიანის შეხვედრა ყოველთვის რაღაცის მოლოდინით არის. მე მაგალითად რეზო გუდიაშვილის შემოქმედებაში ძალიან მიყვარს მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. იმას უყვარს თანამედროვე დღევანდელი ქართველი ადამიანი. ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი და არც თუ ძალზე გამოჩენილი ან რაიმე ხმაურიანი გმირები, არა, იმას უყვარს ჩვეულებრივი დღევანდელი ადამიანი, უპირატესად რა თქმა უნდა იმერელი. იმერელი კაცია თვითონ და უყვარს თავისი კუთხე. უნდა მოგახსენოთ, რომ თუ არ მოვწმებთ შემოქმედს იმ დროს და იმ საზოგადოებრივ გარემოს, რომელშიც მისი მხატვრული ნაწარმოებები იბადება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რეზო გუდიაშვილის შემოქმედება არ არის იმ უმთავრეს დინებაში, იმ განწყობილებაში, რომლითაც თანამედროვე ქართული საზოგადოება და რაც მთავარია პუბლიცისტიკა იქნება, ეს თუ გნებავთ სცენის ხელოვნება, გამსჭვალულია რაღაცნაირი კონფლიქტებით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, განძაფრებული ურთიერთობებით და ზოგჯერ დაუნდობელიც ჩანს ადამიანი. რეზო გუდიაშვილის პიესებში ასეთები არ არის. ეს არის სიყვარულით დაწერილი, სიყვარულზე, სიყვარული ყოველნაირი. იქნება ეს სამშობლო სიყვარული, მეგობრული სიყვარული, სამიჯნურო, სულ ერთია სიყვარული მეგობრს. ამიტომ მე მგონია, რომ 1999 წელს ვფიქრობ, რომ ქართული თეატრი მაინც ამ ხაზით წავა და გააძლიერებს ადამიანისადმი ყურადღებას, იმიტომ რომ ასეთი დამოკიდებულება სინამდვილესადმი ფიქრის გამოყენისადმი სიყვარული იმას ნიშნავს, რომ შენ მის სულში იხედები და მასადმე საკუთარ სულშიც ფიქრობ ცხოვრებაზე და იმაზე თუ ხვალ როგორ ვიცხოვროთ, როგორ შევხვდეთ მომავალ წელს და რა გზით ვიაროთ ჩვენი საერთო მომავლისა. ჩემმა მეუღლე ბრძანა თავის დროზე, რომ რომანტიკოს პოეტის როლის შემსრულებელს ნიკოლოზ ბარათაშვილს გავყევიო და ბოლოს ხერხში შემჭა გელი ჭინჭრაკადან, მკვლელი ტიგრან გულოიანი საბრალდებო დასკვნიდან, შემდეგ ალქაჯი მაკბეტიდან და ამჟამად იონა საიქიოდან მოვლენილი რეზო გუდიაშვილის პიესაში შორაპნელი ქალბატონი. რეზო არის საოცრად საყვარელი კაცი, აი ნამდვილი არის ეს მოღვაწე კაცია, რომელიც ქუთაისი ჩემი გვიძრი ქალაქია, ძალიან მიყვარს და ქუთაისლებო გილოცავ ამ ახალ წელს ბედნიერება, სიხარული, გამარჯვება, მშვიდობა და პენსიები და ხელფასები ყველა დროზე. რაკმელი ქალბატონები, რომელიც მოგიძღვნა ჩვენ მონაწილეებს, ვინც იქ ავართ,
მოგიწყნა ჩვენმა ძვირფასმა ქიმიკოსმა, მაგრამ საინტერესო დრამატურგმა, თანამედროვე ძალიან გულისხმიერმა ფაქისმა რეზო კუდიაშვილი. აი ეს წიგნი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, და რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც გესიამოვნებათ, რომ ეს წიგნი დაიკითხოთ და გაიხაროთ და იცოდეთ, რომ ეს არის ჩვენი პატრონი ამჟამად. პატრონი რეზო გაიცანი შორაბნელი ქალბატონების რეპეტიციებზე. მანამდე არ იცნობდი, გაგებული მქონდა, მაგრამ არ იცნობდი. როდესაც რეზოში პატრონი რეზო შემოვიდა, პირველად თვალებში შევხედე თქონდა, როდესაც შევხედე პატრონი რეზოს თვალებში, მას ის იმდენად რაღაცა ნაბერწკლebien თბილი და ისეთი შინაურული თვალები დავინახე, რომ ვაიმე და მე ამ კაცს ვიცნობ მთელი ცხოვრება. მე მადლობა მინდა გითხრათ ჩემი ორიკოსათვის, რომელიც თქვენ მე მაჩვენეთ. ეს ისეთი საყვარელი, კარგად დაწერილი სახე არ ვიცი. შეიძლება უკეთესად დაიდგას ეს პიესა, უკეთესადაც ითამაშონ, ჯობის-ჯობი არ დაიდგა საქართველოში, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ამისთვის მე დიდ მადლობას